დე ლაურენტის PSG-ს 70 მილიონიანი შეთევაზება წარუდგა. 12 იანვარს ნაპოლიმ ტრანსფერის წარმატებით დახურვის შესახებ განაცხადა. პარიზში სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნა. კვარამ მალევე მოაწერა კონტრაქტს ხელი და გუნდიდან ახლა წასული კილიან მბაპეს 7 ნომრიანი მაისური დაიბევა. პირველ პრეს-კონფერენციაზე მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ სწორედ ახლა? პასუხი კვარასგან მოგრძალებულ სტილში მიიღო. ნაპოლისთვის რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ახლა კი ახალი გამოწვევის დრო. დებიუტი 25 იანვარს რეიმსის წინააღმდეგ შედგა. საგოლე მოქმედებასაც დიდხანს არ დაუგვიანია. ამ შეხვედრაში ხვიჩამ დემბელეს გაატანა. ნამდვილი კვარაშაო კი 19 თებერვლით თარიღდება. ბრესტის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა რეკორდული ანგარიშით 7-0 გაიმარჯვა. რაც შეეხება კვარას, 39 წუთზე გაიტანა და სენიმაიულუს მატჩის მიწურულს საგოლე გადაცემას გაუკეთა. შემდეგ იყო მნიშვნელოვანი და ამავდროულად მძიმე შეხვედრები ლივერპულთან, ასტონ ვილასთან და არსენალთან. ინგლისური გუნდების წინააღმდეგ კვარამ გამორჩეული პერფორმანსები მოაგროვა, რამაც გარკვეული დოზით გუნდის ფინალამდე მისვლა განაპირობა.